მარჯვენა სასტავს მე თორნიკე ვარ და ეს ვიდეო იმსახურება, ასე ვთქვათ, USNG-ების ჩაწერას, რომელთაც ვცდილობ ჩემი სკილი ავიმაღლო და ასევე ვინც ამას უყურებს, მათაც რაღაცა ისწავლონ, ასე ვთქვათ. მოწინააღმდეგე ჩემთვის ნაცნობია, გუშინდ ჯერ ერთად ვითამაშეთ. არის აგრესიული ფიში. და ახლა დავიწყებ, ასე ვთქვათ, ანალიზებს გაკეთებას, ასე ვთქვათ. ძირითადად ვთამაშობ ძალიან აგრესიულად, ორჯერ წეღან დავწექი, მაგრამ ეს იმიტომ რომ როდესაც ოპონენტი აგრესიულად თამაშება, მაშინ ძირითადად ძლიერი კარტი ყავს ხოლმე. დავაჭრეთ მოწინააღმდეგე. ხშირად არ მიჯერებს სპლებს, მაგრამ ჯერათ ისეთი სიტუაცია იყო, რომ დაეჯერებინა. წინა რაუნდებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, არც აქ დაეჯერებს ჩემ კაროლს. ბეთს ვაკეთებ დაახლოებით 2-3-ს, ფლოპზე, თემზე, რივერსზეც, ხანდახან ოვერ ფუშებსაც ვაკეთებ. აქ ფოლდავ 3-9-ს, მოწინააღმდეგე აგრესია გამომიშალა და ჩემს კარტი ეყოლება დიდი ალბათობით. ახლა 5-იანი გავდივართ, რა თქმა უნდა. ჩვენერია მეორე პარი დავიჭირეთ. კიდევ გავდივართ. სერვიანი არ მომეწონა, უკვე გაჩოთები დახურა, სტრიტი დახურა, შეიძლება რვიანის გიყავდა. ჩემი აზრით ეს 80 ველიუბებს უფრო გავს. აქ დავყრი. აშკარად უკან ვარ. ის საშუალებას მოწინააღმდეგეს არ მივცემ ხშირ შემთხვევაში და გავაგრძელებ ფსონს. აქ მოწინააღმდეგე რიზი გადმოვარტყა. აქ არ უნჯერა ამის დამის, დაუქოლა და აქ ვითამაშებ ბეთფოლდს. დაახლოებით 9 ბანკს გავალ. არ უნჯერა ამის დამის. ვიღეთ კოლ. აქ ვგონი, მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. გავიეთ დარაფსონი. ნახოთ რას იზავს. მიიღო კოლით. 5-იანები ყავდა. კარგად გავშიფრეთ, მაგრამ არ დაგვიყარა სამწუხაროდ. 6-იან მოდის დავყრით. არა უშავს, არაფერი არ არის. კარლ 3-იანში ტრიბუტს არ ვაპირებ, რეის არ ვაპირებ. დონკს გავდივარ, რა თქმა უნდა. წინააღმდეგეს ასთვის ხშირად ეყოლება ტუზიან კარლი ჩემს პიკერით. აქ უკვე ფლეში დაიხურა, გართიოთი სტრიტი დაიხურა. აქ მოდი ჩეკი ჯობია. ჩეკით გვიპასუხა. აქ ორი პარა აქ. ბეთფოლდის თამაში ჯობია თუ არ ვწდები. კოლით მიიღო. ორიანების სეტი. ორგათიან შეთქონდა გავდივართ. აქაც გავდივართ, რა თქმა უნდა. აი აქ
რეისს უკეთებთ, იმიტომ რომ იმიჯი გვაქვს ასეთი, ასე ვთქვათ. დიბეტს უკეთებთ, აქ არ მგონია სტულს იყავდეს. სამი ასყრით. ცხრიან ორიანს შეკეთებთ, რა თქმა უნდა. აზრი არ აქვს ამ კარდით თამაშს, ნუ კაი ბორდი იყო დონკის გასაკეთებლად, მაგრამ ჩემს მოწინააღმდეგე ხშირად მოხდება ესეთ ბორდებზე. საფრეშის ასტრიტი შეიძლება გაერტყა კიდეც რომელიმესთვის. 6-3 სუიტით, რა თქმა უნდა, გავდივართ სიბეტსაც. ვითომ ესეც ესეთ ფლოპზე. მისი call range არის თითქმის 100% ვაფშე ყველაფერს ქოლავს. ასე რომ რა თქმა უნდა fold-ია. ესეთი ადამიანისგან პრეფერება აგრესია საკმაოდ ძლიერ hands ნიშნავს ჩემი აზრით. ძალიან 7 ასყრით. ხუთიანით მას call-ით ვიღებთ. საკმაოდ კარგი კარტია პრეფლოპ. ხუთიან სუიტედი. აქ თამაშობთ check raise. თაკმის კოლზე ეგრევე ფუშავთ. დიდი ალბათობით აქედან არაფერი არ უნდა ყავდეს. კაროლ ორიანი ნულაში გაგვიქოლა, აზე არა ვარ. დიდი ალბათობით ფლოპში არ იქნებოდა მოხვედრილი. აქვს სტრიფ თავაწყეთ, მაგრამ ეს მნიშვნელობა არ ქონდა. სულ რამდენიმე აუტი ქონდა თამაშის ჩვენთვის მოსაგებად. ნუ მეორე პარა დავიჭირეთ. კიდე გავდივართ, რა თქმა უნდა. ნუ crazy გადმოგვარტყა. ნუ crazy ჩემს კაროლში გააკეთებდა სხვა არაფერში. ამჯერად დავნებდეთ. აქ რა თქმა უნდა re-raise ვაკეთებთ. აქ რა თქმა უნდა გავდივართ. ორი აზრი არ არსებობს. აქ გავდივართ 300 დაახლოებით. დაფულდა. ბლაინდის გაიზარდა კაროლ 7-იანი. გავლენბოთ. ნახოთ როგორი რეაქცია იქნება ჩვენს ლიბზე. ჩეკბექი გავუკეთოთ ამჯერად. ესეთი ბორდები მისთვის სახარბიელოა. ჩემი აზრით, ნუ აქ ეხა ბეტს აკეთებს check behind-ის გამო. კაროლის დავიჭერეთ, მაინც მგონია რომ 6-იანი უფრო ყავს ვიდრე 8-იანი და ამასაც call-ით მივიღებ. საერთოდ არაფერი არ ყავდა. შვენიერია. დამარვიანი check-ით მივიღოთ. შვენიერია, დამოდავიჭერეთ, გავიდეთ. დაგვიფოლდა. კარლოთხემ fold-ია. კიდევ კარლოთხიანი. check behind ვითამაშოთ. ეს კაი ბორდია ჩემი აზრით, დონკის გასაკეთებლად. არ ტუს ნიბით არ შემოვიდა და ჩემი აზრით დაბეთავდა. კაროლ 9-იანი. დავბეთოთ ორი big blind-ი. ნუ ეს უკვე ამის ბორდია უეჭველი. დონკსაც გამოვიდა. ხუთიან 4-იანი. მივიღოთ. ბლაინდები ცოტა გაიზარდა.
შევიატყეთ და ცოტა გავდაიდდი. განახშეს და ნაკლებად უნდა დავუშვა. მაგრამ ხა checkbox დამშვი რა თქმა უნდა. ისევ დამარვიანი. გავიდეთ 3 big blind-ი. აგვიფრდა კარგია. 3 big blind-ი fold-offs, როგორც ჩანს, ეს დამარვიანი მე რამდენიც უნდა მოვიდეს, კი აღარ ვიცი. გასაგებია, რომ ჩვენი საყვარელი კარტია, მაგრამ მე რამდენიც კაც. ნახ კიდე ერთხელ გავალ. მგონი ატოზე ყავდეს. ნუ არის, ჩემი აზრით ქოლია. რა თქმა უნდა. ეს იყო პირველი ჩემი voice-enge. მადლობთ ყურადღებისთვის.